ვერცხლში ასციდენტი. ვერცხლს გამოხატავს მარსი, მმართველი არის მარსი. ეს ადამიანი არის მარსიანული ტიპაჟი, ეს არის აქტიური, ენერგიული, იმპულსური. ტანის წყობაც ასციდენტ ვერძებს ცოტა ისეთი აქვთ მარსიანული. ათლეტურს ეძახიან ხოლმე, მაგრამ უფრო არის აი მარსიანული, ისეთი ის აქვთ ვიზუალი, ჩქარი სიარული, მაგალითად ენერგიული სიარული. ხა შეიძლება იქ მარსი ლომში იყოს და ის ცოტა უკვე მოდუნებაში წამოდიოდეს, მაგრამ აი ჩქარი რითმი ყველა ვარიანტში ხა ასციდენტ კუროსგან განსხვავებით, ყველა ვარიანტში ჩქარი ტემპი შეიძლება კონდეს, ხო? ანუ მარსიანული ვიბრაცია ძალიან შეიძლება დაეტყოს ადამიანს. ამავე დროს ასციდენტ ვერძებს ახასიათებთ ხოლმე პირდაპირობა, ცოტა გაბედულება გადამეტებულად. შეიძლება ძალიან ესეთი კარგი ის კონტენტ, აი როგორი გაბედულება, იცი? ძალიან სწრაფად შეუძლია მოაგვაროს პრობლემები. იყოს ინიციატივიანი, ინიციატორი იყოს რაღაცეების, ხო ეს არ არის უკან დგომი. ცეცხლოვან ასციდენტებს ზოგადად ეს ახასიათებთ, ხო ეს გამოხატვა, სწრაფი, ენერგიული, განსაკუთრებით ახლა მარსიანული ენერგია, ანუ ვერცხლი ენერგია გაცილებით უფრო სწრაფად გამოხატავს თავს, ენერგიულად გამოხატავს, ხო? და აქ შეიძლება გამოვლინდეს სუსტრაფობაც, მოუთმენლობაც, ოღონდ აი ფიზიკურად ემჩნევა ადამიანს, მაგალითად ერთ ადგილას ესე ვერ დაჭდეს, ვერ მოისვენებს, ხო? განსაკუთრებით თუ დიდი ხანი ლოდინი ჭირდება ადამიანს, სწრაფი შედეგები უნდა, სწრაფი მოქმედება, დადიან სულს, იარული უნდა, თან ფიზიკურად ენერგიას ატარებ. ხო, აი სხეულში გადის დიდი სწრაფი ესეთი ენერგია, ხო? ენერგეტიკულად არის ადამიანი დამუხტული და ძალიან ხდებათ ხოლმე ფიზიკური ვარჯიშები ან აქტიურობა, ბევრი სიარული, მაგალითად, იმიტომ რომ სხეული იკავებს ენერგიას, იმიტომ რომ უშუალოდ სხეულთან გვაქვს კავშირი. ეს არის იმუნიტეტი, მაგალითად, ამტანობა სხეულის, აი რამდენად მდგრადი არის ჩვენ სხეული ვირუსებთან, დაავადებებთან, აქ პირველ სახს უყურებთ. ხო, ადრეც ვიდეოებში მაქვს ნათქვამი, შეიძლება ჯანმრთელობა არ გქონდეს კარგი, მაგრამ სხეულის ამტანობა გვიქაჩავდეს, ესე რომ ვთქვათ, ხა აქ ასციდენტზე რა ხდება, მმართველი როგორ არის, რა ასპექტებში არის, ეს არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, უშუალოდ ფიზიკური მონაცემები, რომ შევაფასოთ ადამიანის, ხო? გულუბრყილოდ შეიძლება იყოს მაგალითად, ხო, აი ბავშვური არის, ბერძული ენერგია, ხო, ეს ბავშვური არის, გულწრფელი არის, გახსნილი არის, არ დაიმალება ასციდენტი ვერც, ეს არ არის, რომ სადღაც კუთხეში უყვარდეს ჯდომა, ხო, მაგალითად ასციდენტი თევზებისგან განსხვავებით. მაინც ეს არის აქტიური ადამიანი, რომელსაც არის შინია საკუთარი თავის პრეზენტაცია. გამოხატოს ინიციატივა, შეიძლება ჩუმად იჯდეს, მაგრამ უცებ იტყვის, რომ ეს მაინტერესებს, ეს როგორ არის, მოდით მე გავაკეთებ, მოდით მე ავიღებ ინიციატივას. აი ესეთი თემები ასციდენტ ვერძებთან ძალიან ნაცნობი შეიძლება იყოს.